დილამ შვიდობის გოგოებო როგორ ხართ? ჩემო გოგოებო როგორ ხართ? შედარებით უკეთესი ამინდი გვაქვს. გუშინ საღამოს ვიდეო არ იყო, იმიტომ რომ ვფიქრობდი. ანუ ვფიქრობდი, იცით რაზე? მინდა თუ არა საერთოდ YouTube. მინდა თუ არა რომ გავაგრძელო ეს ყველაფერი. და გაინტერესებთ ალბათ ხო მინდა თუ არ მინდა და ზოგი შეიძლება ელოდებანა და თქვა ასე ხარ რომ არ მინდა და წავიდეს, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. შეიძლება შენ საყვარელ საქმეზეც კი დაგეუფლოს ზოგჯერ ესეთი ფიქრები და გრძნობები. ამას მივხვდი. რამდენჯერმე მქონდა ეს მომენტი ამ წლების განმავლობაში. თავიდან, როცა ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადალახვა, ბულინგი წამოვიდა, ნათესავებისგანაც კი იყო რაღაცნაირად ეს წინააღმდეგობა, ეს ოჯახის წევრებისგან არა, თორე ალბათ მაგას ვერც გავუძლებდი. ნათესავებისგან იყო კი და მაშინ მქონდა ეგეთი შეგრძნება, ეგეთი ფიქრები, მაგრამ გავაგრძელე ეს ყველაფერი, მერე კიდე მქონდა ერთხელ, მაშინ კი არა როცა წავედი და დავიკარგე, მაშინ უნდა წავსულიყავი, ეგ ვიცოდი, რომ ძალიან აუცილებელი იყო ჩემთვის. ანუ ჩემი ჯანმრთელობისთვის იყო ეგ ძალიან საჭირო, რომ უნდა დამეტოვა ცოტა ხანი არხი, აი მუშაობა რო დავიწყე. აი მაშინ. და გუშინ მქონდა კიდე ესეთი რაღაცნაირი ფიქრები. მინდა თუ არა YouTube და მინდა YouTube. მე YouTube-ის გარეშე ვერ გავძლებ. ვიცი მაინც შეიძლება წავიდე ცოტა ხანი და მაინც მოვალ, იმიტომ რომ მიყვარს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემია და ძალიან მიყვარს. მიყვარხართ. ვიცი რომ ბევრი მელოდებით. ყოველ დღე. ვიცი ეს გოგოები. და ვისაც რაღაც მომენტში იმ დღეს ნუ აღარ მინდა ლაპარაკი უარყოფითზე. ვისაც რაღაც მომენტში აღიზიანებს სხვა ადამიანს, ეს მისი პრობლემაა. ეს არ არის ჩემი პრობლემა. მე არ მაგიზიანებს არა. მე სიყვარულით მაგ გულისავს. ეს ვანთია, უბრალოდ მოღრუბლულია და მე სიყვარულით მაგ გულისავს და YouTube-მა ძალიან გამზარდა. ძალიან. და სულ ვიქნები აქ. შეიძლება კიდე მომივიდეს ესეთი ფიქრები. როდისმე არ ვიცი, რამდენჯერმე დამემართა, სამჯერ ალბათ. ამ წლების განმავლობაში უკვე რამდენი წელია, ხო? ცოტა ხანი არ არის. რაც აქ ვარ. შეიძლება მოვიდეს კიდე, მაგრამ ისევ მივხვდები, რომ მიყვარს ეს ყველაფერი, მივხვდები, რომ ჩემია ისე და ისევ გადავწყვეტავ, რომ უნდა გავაგრძელო. იმიტომ რომ მიყვარს. და ეს ჩანს. ყოველ დღე მოვდივარ და ორ ვიდეოს ვიღებ. რო არ მიყვარდეს ამას. იმანას აურების გამო რაც არის, აქ YouTube-ზე. უკვე ხო ყველა მიცით ეგ გოგოები, ხო ლაპარაკობენ ხოლმე გოგოები. ამბობენ ხოლმე მეც შემხვედრია და მეც მithქვია ადრე.
იმდენად ცოტა არის, რომ აი მაგის გამო ორ ვიდეოს არ გადავიღებ ყოველ დღე. ეს მახარებს და მაბედნიერებს და იმიტომ ვაკეთებ ამას და ვისაც არ ახარებს ჩემი ყურება. ვინაც ახებს? არავინ. საერთოდ არ მყავა უნდა დავლიო. ეს თქვენ გარეშე გავიკეთე. ისევ დამეზარა მოხაშვა, თამზე თქვა წერია, რომ მოხაშვა არ უნდა ფაქტიურად ამას. მაგრამ როცა ხაშავს, ხანაირად ფუნფულდება ხოლმე და ისევ მომივიდა პირველი საათი და ეხლა მოხაშვას აღარ დავუწე რა და გავაკეთე. მარწვისაც ძალიან გემრიელია. უშინ ხვატმისა გავაკეთე და მათ ეს უთხარი არ დინამეთქიდები და არაო. ხა იყო მაინც შევუწვა მათ ეს. სკოლაში მივდივართ დღეს. წყალი დამიწვა გოგოებო, აი, წყალი არა მაქვს. აქ ჩავდი ბოთლი ვავსებდი, კიდე კარგი ეს ორი ბოთლი მაქვს ავსე. აი, ესენი ავავსე. უშინ, იმიტომ რომ ისე მარმარე წყვეტავენ ამ წყალს სულ რა ვიცი და წარა. SMS-ი მომდის რომ სამუშაოებია. გახოკიწეზე და ეს წყვეტავენ წარა მარა რა. ესიც გასარეცხი მაგ გუშინ მაკარონი იყო და რა უშავი ხლა რა ვქნა. ხა ვერ გავრეცხავ და წალი უნდა მოვიდეს. მომა გავრეცხა. საიდლებზე ვარ წასასვლელი და არ ვიცი სახში არაფერი აღარ აქვს. გამოფხეტილი ვარ. ხო და არ ვიცი რა ვიყიდო. ვერცი უნდა ვიყიდო რა თქმა უნდა. ბულბულეულიც კი აღარ მაქვს ეს თუთი. ბრინჯი გუშინია ხარში. ვიჭერს ცოტა. რაღაც ლეიტი არის, მაგრამ ძალიან ცოტა ციციბურა. და მრგვალი ბრინჯი არის, ბასმათი აღარა მაქვს, ბასმათი გუში მოხარშე, მრგვალი ბრინჯი არის ცოტა. შორის არ არის ეს ცუდი ბრინჯი, მაგრამ ისეთი მაში არის. აი ეს რა უნდა გამოვიდეს მიხარი, ხანკი გახსნილი მათეთ ყოლა სუპი გავაკეთე. ეს მართლა სუპისთვის რა, გამოგარდება. ძალიან პატარა შეფუთვაშია, მაგის თქმა მინდა. ზოგეს ბრინჯი. ესეთი ამბები გოგოებო, მოდით ხა მათ ეს შევუწვათ ჩვენ. იყო რომ სკოლაში წავიყვანო და იცით რას მithქვეს ჩემი ბიჭი რა უნდა იცა მინდა. იცა მინდა დედაო და მიყიდეო თან ეგრე მითხრა და ნაყიდი, არ ვიცი ნაყიდი რა. ძალიან პატარა იქნება ორი ლარებისო და 2 ლარი პიცაში ომიცი ალბათ ძალიან პატარა იქნება. კიდე რა იქნება არ ვიცი. ერთი იქნება გაკეთებული. ხოდა მე თორ გავუკეთე. შენ ბიჭს პიცა არაფესте, ყავას ვადუღებ და იყო კი უნდა შეგიწვა. იყო საწვა და ყავას ვადუღებ. მიანი გავაკეთო. ფიქრობ დღეს მიანი კარგი იქნება.
ანაირად აქვთ მიტეხილი, მოტეხილი, ვერ დავჭერი გუშინ. საღამოთი გვიან მოიტანა გიამპური და უნდა დაჭრა თავიდან, მე რა იმ დღეს როგორც დავჭერი. მე ესი აღარ არის, აღარ ფუჭდება. მაგრამ ზოგიერთი დაძველ და გოგოებო უკვე ეგ დაჭრილიც რაც დავჭერი ისინი უკვე ამოსასუფთავებელი მაქვს რა და მაგას გავაკეთებ. ყველაფერს ევი პური გუფუჭდება. პური არ იჭმევა და მაინც ორცას ვყიდულობთ ხოლმე რა ვიცი რაღა თუ ყიდულობთ ორცას. ნავიყიდოთ ჩვენ ერთი, იმიტომ რომ არ იჭმევა ჩვენთან პური. ერთი ცალი გვეყოფა ან მთელი დღე ერთი პური. არა, ალბათ ზოგჯერ შეიძლება დაგვაკლდეს და მერე გვიან ვინწავა, მაგიტო ყიდულობთ ორს და ორი კიდე რჩება და ფუჭდება. ხლა იმდენი არის, რომ აი არ ვიცი რა. და მოვალაგო და გაჩვენეთ რა აქ ჩავაგდეთ. ეს დასაჭრელია, ესენი ძელია, ყველა არის ძველი. აი, ნახეთ რამდენი. ეს წამალი გუშინაც დამავიწყდა მოკლედ. ხანა დავლიო. დენი არის მოკლედ თუ აღარ გამოილია და ვიყალე. აღარ მინდა. ამ კიდე აი ბევრია. YouTube მე მახავს და ასე ჩემი საყვარელი საქმე ჰობი სამსახური ყველაფერი რამ წარი ყავას რომ მეტად თქვენ იცოდეთ ძალიან ეს არის ძალიან წარი
მაშინ ისე კარგად ვიმეცადინეთ. ისე კარგად ვიმეცადინეთ ქართულში. ალექსანდრე მაკედონელი აქ. დასწავლობენ და მოვაყოლე. როჯერ წავაკითხე. დავწერეთ კიდევაც და ავიცი აბა ნახოთ და დღეს მოყვება კლასში. მოწყვია მათ. ჩვენია მოყოლისა. იცით რა კარგად იცის. მე არ ვიყავი მოწყვი. ძალიან ადვილად ყვებოდი გაკვეთის. თან კიდე ძალიან ჭიერი ვიყავი და აი არ ვიცი გოგოებო. მოყოლაში. სულ გაკვეთილი არ ვიცოდი და ჩემი კლასელები მომიყვებოდნენ, სამი გოგო დაქალობდით. დილით მომიყვებოდნენ და ყვებოდი და ვიღებდი ძალიან კარგ ნიშანს. მე არ ვიცი და არ ვიცი თუ ახსოვს ჩემ მეზობელს ვასწავლიდი ხოლმე. ვიცი ჩემი დაქალიყო ჩემზე 1 წლით პატარა და იმასაც ვასწავლიდი ხოლმე. იცით როგორ წავიკითხავდით, მოვუყვებოდი და მე ის მიყვებოდა, ანუ მე რაც მოვუყევი. შემეძლო, ანუ მოყოლა თხრობა, ანუ თხრობა შემეძლო ძალიან კარგად და ადვილად. აი მათ ეს უჭირს ეგ, მათემატიკაში კარგია, თხრობა უჭირს, რომ კითხულობს, აი რომ თხრობით მოყვეს, ეგ არ შეუძლია და მე ძალიან კარგად ადვილად შემეძლო გამომდიოდა. კარგად გამომდიოდა, არ ვიცი, ალბათ გიას ყავს მაგაში. მე გამომდიოდა, მაგრამ მათემატიკაში ვიყავი სუსტ პირიქით. ეს პირიქით არის, მათემატიკაში არის ძლიერი და ქართულში არის სუსტი. და მე კიდე მათემატიკაში ვიყავი სუსტი და ქართულში უფრო ძლიერი. ხო, მათემატიკაში ანგარიში ის რა ქვია ძალიან სწრაფად ვანგარიშო გოგოებო, აი ძალიან უცბად. უბრალოდ მიჭირდა ხოლმე ისინი რა ქვია. ამოცანები მე რო ყოდით კლასებში ძალიან ისეთი მაგალითები ვაფესვები და მთელი ამბები, ხო იცით? აი ეგეთი ისინი მიჭირდა ხოლმე გაკვეთილები რა, მაგალითების ამოხსნა. თორე ანგარიში ძალიან ისა რა ქვია, სწრაფად ვანგარიშობ ძალიან უცბად. არ მეშლება. ტაბულა იცის, ამან არ ვიცი, რავი. მაგალითებსაც ადვილად ხსნის, ნუ მათემატიკაში კარგია მათ. ქართული მინდა რომ ქართულში თხრობა ისწავლოს. თხრობა ზეპირი ლექსები ზეპირად რო ისწავლოს. არ უჭირდეს ეს ყველაფერი. დიდი ხანი ვიჭექით გუში, დიდი ხანი მთელი საღამო ფაქტიურად. მთელი საღამო ვსწავლობდით. ეს შეწვერაც არის დამოწავდით სკოლაში. რაც დამჩა. ამ დაჭრილი პულებიდან ახლა მოვარჩიო ერთი. მიანი კი არ არის ესენი, უბრალოდ არა მაგრებია. მაგარია. ამას შევყავდა.
მიკესთვის. ხორცი ვიყიდო ღორისა, ვფიქრობ. მე ამერე გავაკეთოთ ამ ხორცით. ისიც მიხარია უკვე, რომ ნახევარ ფაბრიკატები მე აღარ მიყიდია, ძალიან უკვე დიდი ხანია რა. ძალიან დიდი ხანია, ეგეც მიხარია უკვე. ეხლა თანდათან კიდე უფრო დავუხვეწებით. ეს ხო ყველას პრობლემაა, გოგოებო დამიწერეთ კომენტარებში. ყველას პრობლემაა ეს. და შემოვჭი კვერცხზე. და ერთმა ქალბატონმა დამიწერა და თვითონ ეწაშალა კომენტარი. გამოვაქვეყნე და არ გამოჩნდა და თვითონ წაშალა. მაინც არ გამოვაქვეყნებო და კომენტარებს მე ვაქვეყნებ. თუ იქ არ არის შეურაცხყოფა, ვინც შეურაცხყოფას მაყენებს, ეგეთ კომენტარს არ გამოვაქვეყნებ. მაგას არ გამოვაქვეყნებ. გოგოებო, როგორი მერე დაბლა ბლა 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 რაღაცა კარგი ტექსტი იყოს, მაგას არ გამოვაქვეყნებ, რაც არ მეკადრება. დანარჩენი ვაქვეყნებ და ეგ უნდა გამომიქვეყნებინა და დავაწექი და წაიშალა, თვითონ წაშალა. არც არის საჭირო ამის გამოქვეყნებაო და მიწერდა რომ ისა რა ქვია. ცირას მიწერდა. აუცილებელიაო ძალიან ხორციო, კვირაში ერთხელო შენ თავს მეგონიო, ატყუე ფუჟანაო შენ თვითონო. კვირაში ერთხელ თუ არა თვეში ერთხელ მაინც აუცილებელიაო ხორციო და კიდე რაღაცეები ჩამომითვალა არ მახსოვს. ბავშვებისთვის. კარგიო რა არისო, ის არისო კარგიო, მარტო კვერცხითო, ვითომ კვერცხით მარტო არაფერი არ იქნებაო რა. და ანუ მე ხო ვამბობ, რომ ამ საკითხში დაბნეული ვარ მეთქი გოგოებო, ხო არა უმალავ მაგას. რატო ეგონა რომ არ გამოვაქვეყნებდი? თავარი არ იყო შეურაცხყოფა კომენტარში, დანარჩენს ვაქვეყნებ. არც ჩემს მიმართ, არც სხვის მიმართ. არც ერთს არ ვაქვეყნებ. მილიონი კომენტარი წამიშლია სხვა ადამიანზე, რომელსაც ლანძღავენ ხოლმე. მილიონი. ძალიან ბევრი კომენტარები წამიშლია ეგეთი. არ ქვეყნდება ჩემთან ეგეთი კომენტარები. დანარჩენი ქვეყნდება გოგოებო, სულ ვაქვეყნებ ყველა კომენტარს. დაბლოკილებიც არიან ბევრი და არც ვაპირებ, რომ მათ ისა რა ქვია. დავაბრუნო ისინი ჩემ ახზე კომენტარების წერის უფლება რო ქონეთ, იმიტომ რომ არ ამგონია რომ რაღაცა, რა ვიცი. ადამიანი ეგრე მალე იცვლებოდეს. წავედი, ეს წავუყომათის. წავედი გოგოებო, ისედაც გაკოცეთ. მიყვარხართ ძალიან, მადლობა დღევანდელ დღეს უკეთესი დღე არის, ქარია, მაგრამ გულში მთელ დღე წვიმდა. გარეთ იმიტომ ვერ გავედი მთელ დღე სახში ვიყავი და რაღაცნაირად ვფიქრობდი და მე და მათემ კარგად ვიმეცადინეთ. დღეს უკეთესი ამინდია. მზემ გამოანათა, ცოტა ქარია, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ძალიან მადლიერი ვარ ღმერთისა.
ძალიან მადლიერი ვარ. არ ვიცი როგორ გადმოვცე ეს ყველაფერი. მადლიერი ვარ იმისთვის, რომ შემიძლია სიმშვიდე შევინარჩუნო ამ არეულ-დარეულ ყველანაირად არეულ-დარეულ რა ვიცი რა სიტუაციებში, ურთიერთობებში, თორე ბუნება არა, ბუნება ძალიან წყნარი და ლამაზია, რომ დააკვირდე. ეხაც მტრედები დაფრინავენ, სიმწვანეა. მე ძალიან ლამაზად ვხედავ გარეთ ამ ყველაფერს. მაგრამ ეს ურთიერთობები ამ სოფლიოში არეულ-დარეულ. და ძალიან მნიშვნელოვანია ესეც მოქმედებს ჩვენზე. გადამოდის ჩვენზე, მე უკრაინის ომზე ისეთი რაღაცეები დამემართა, რომ სერიოზული ძლივს გამოვედი ბავშვებს ევინებიულე ძალიან და გარეთაც რო ხედავდი ჩვენ ბავშვებს მეტირებოდა, ძალიან ცუდად ვიყავი რა ერთი პერიოდი. რა ვიცი, ამის გარეშე გამოვედი, ყველაფრის გარეშე გამოვედი, მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი რა. ეს ურთიერთობები ძალიან მოქმედებს. გადამდებია ჩვენ ადამიანები, ჩვენ თავებს ვხედავთ სხვაში, თუნდაც იმ ბავშვებში მე ჩვენ ბავშვებს ვხედავდი, აი გარეთ რომ ვიყურებდი ჩვენ ბავშვებს, მეტირებოდა, ცრემლები მადგებოდა თვალებზე. ისეთი ცუდად ვიყავი. ხო და რა ვიცი, რომ ვინარჩუნებს სიმშვიდეს, ამას ღმერთის ძალით ვაკეთებ. ეს ყველაფერი ღვთის ძალით ხდება და უფალს მადლობა ყველაფრისთვის. თუნდაც აი აქ რომ ვინარჩუნებს სიმშვიდეს, გოგოებო, რემონტში რაღაცეები ნელ-ნელა კეთდება, მაგრამ ნუ იწელება, ხო? ძალიან გაიწელა. აი ესე მუდმივად რო რაღაცა რემონტი, ეს ძალიან არ არის ადვილი, ეს ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია და ვიღაცა ეხლა იფიქრებს, რა ძალა გადგა იქიდან რომ წამოხვედი და ეს ჩემი გადასაწყვეტია, რა ძალაც მადგა იქიდან რომ წამოვედი. ეხანდელ მოცემულობაზე ვლაპარაკობ მე, აწყობილი სახლი გქონდა და აწყობილი კარი გქონდა და ესეთი კომენტარები ჩემთვის არის მიუღებელი რა, ძალიან. ჩემზე კარგად არავინ არ იცის, მე იმას კი არ უნდა რომ აქ წამოვედი. უბრალოდ ეს არის თული ჩემთვის რაღაცნაირად, ეს პერიოდი, თორე გადავლახავ ამასაც და ეს ყველაფერი და იქნება იდეალურად. უბრალოდ რაღაც მომენტში შეიძლება მეჭეს ხოლმე რა მტვერი. მტვერი აი იმის როცა შპაკლით მოშავებ და კედლებს ამოშავებ, მტვერი დგება და ეს მტვერი ზოგჯერ არის ხოლმე მთელ სახლს რო ედება, ყველაფერი უნდა გაწევდე, ყველაფერი უნდა. ხო, არ არის ადვილი. მაგრამ მაინც ვინარჩუნებ სიმშვიდეს და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის.